სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ჯემალ ანთიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის მიმართულების პროფესორმა ნანა გულუამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაკიძემ, პროფესორმა თემურ ჩილაჩოვამ და სხვებმა მეცნიერის ღვაწლსა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს. აღინიშნა ჯემალ ანთიძის უდიდესი წვლილი საქართველოში კომპიუტერული მეცნიერების და გამოყენებითი მათემატიკის განვითარებაში. პროფესორი აზზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციისა და არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი. ჯემალ ანთიძე 1998 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჯემალ ანთიძის ღვაწლზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მე გამოვყოფდი მის განსაკუთრებულ ნიჭს. ჯემალ ანთიძე ყველგან და ყველაფერში ეძებს ინოვაციას. ბატონ ჯემალის რეკომენდაციებით, რჩევებით წლების განმავლობაში 91 წლიდან მოყოლებული ჩემს კოლეგებთან ერთად ამ უნივერსიტეტის კედლებში ვაღალიბებდით ინფორმატიკის მიმართულებას როგორც დარგს. და დღეს მე მოხარული ვარ, რომ ესეთი ფართო საზოგადოება, ასეთი ლამაზი სიტყვებით, ტკბილი მოგონებებით აღნიშნავს ჯემალ ანთიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაზარდა სპეციალისტი, დღეს ინფორმატიკის მიმართულების ლიდერი ქალბატონი პროფესორი ნანა გულუა, ასევე მის ხელმძღვანელობით მომზადებულია მეორე დისერტაცია უკვე ცნობილი ახალგაზრდა კვლევარის ირაკლი ქარდავას მიერ, ასევე სხვა მაგისტრანტები და დოქტორანტები იმ პერიოდში მოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში, როცა ჩვენთან არ იყო არც მაღალი ხელფასები, არც საშუალება სხვა, მაგრამ ხარში ამოგვიდგა. ბატონი ჯემალი ილიაბეკოვის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი ლაბორატორიის გამგე შემდგომში განყოფილების გამგე იყო. მან დაამთავრა მათემატიკის სპეციალობა, გამოთვლითი მათემატიკის შაბლა მიქელაძის აკადემიკოსის ხელმძღვანელობით, მაგრამ არჩევანი მაინც გააკეთა თანამედროვე დინამიურ მეცნიერებაზე, რომელსაც ქვია computer science, ანუ მაშინ ინფორმატიკა და აქ მიაღწია მაღალ შედეგებს. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის წამყვანი სექციის ხელმძღვანელი. ღონისძიება უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით მოეწყო და მას პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და იუბილარის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ბატონი ჯემალი თავის საქმეზე შეყვარებული მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანია. ის არის მათემატიკოსი, ინფორმატიკოსი და ლინგვისტიც. იშვიათად მინახავთ, რომ მეცნიერი ამდენს მუშაობდეს. მე აქ მოვედი არა როგორც მეცნიერი, არამედ პირადი ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. მე მას ვუსურვებ დიდხანს ემსახურო საყვარელ საქმეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან მას მეცნიერების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ჩემი მოგრძალებული ღვაწლი ესეთ შეაფასა და გადამიხადა ჩემი 80 წლის იუბილე. ჩემი მოღვაწეობას როგორც სამეცნიერო, ასე პედაგოგიური დაიწყო, როცა დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ. სწავლობდი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში და 61 წლიდან უკვე დღემდე მუშაობ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და ამ ხნის განმავლობაში მრავალი პროექტი შესრულდა ჩემი ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, მე უკვე ავზარდე 8 მეცნიერებათა კანდიდატი. მათი უმრავლესობა ახლა მუშაობს საზღვარგარეთ სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში.